თამაშაზე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის პირველ სტუმარს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ისაუბრებს პოზიციის პირდაპირ ეთერში საღამოშტობის საბატონო გიგა დიდი მადლობა რომ მიიღებთ მონაწილეობას უკვე ჩვენს გადაცემაში და ბუნებრივია საუბარს დავიწყებ ბრიუსელში მიმდინარე მოვლენებით და სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი რომ იქ მიიღეს დოკუმენტი თუ კომუნიკე თუ ეწოდება მას არ ვიცი ზუსტად სადაც ყოველ შემთხვევაში საუბარია რომ ალიანსი მოუწოდებს რუსეთს რომ გაიყვანოს ჯარების შესვლას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვთქვათ ვალდებულებები და გაიწვიოს აღიარება. ეს ბუნებრივი ალბათ ძალიან სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ შეიძლება ძალიან ჩვეულებრივენით გითხოთ, მაგრამ სულ გვესმის მხარდაჭერა, მსგავსი დოკუმენტების მიღება, მაგრამ ფაქტია რომ ყოველ შემთხვევაში ყველაფერი იგივე შევიგე ლავროვი გამოვიდა და თქვა რომ ჩვენი პრინციპების ერთგული დავრჩებით. რა ეტაპზე შეიძლება დაველოდოთ რაიმე კონკრეტულ შედეგს ან რისთვის არის კიდევ ეს გადადგმული ნაბიჯები. ძალიან ადამიანურ ენაზე ვკითხულობ, შეიძლება და არა დიპლომატიურზე, მაგრამ ვეცდები რომ ადამიანურ ენაზე გიპასუხოთ. მოკლედ ვკითხოთ, ამის ალტერნატივა არის რომ არ გვესმოდეს ეს მხარდაჭერა და საკითხი ასე არ იდგას. არა, ეს ბუნებრივია. მინდა შეგახსენოთ, რომ ერთი წლის წინ ამ დროს რუსული აგრესიის შემდეგ ძალიან ბევრი პროგნოზი კეთდებოდა და არა მარტო ჩვენი არაკეთილის მოსურნების მხრიდან, არამედ ნეიტრალური ანალიტიკოსების მხრიდანაც, როგორ განწირულია საქართველოს და საერთოდ მალე ყველაფერი დამთავრდება და ყველა უნდა შეეგუოს ამას. ეს არ მოხდა და ეს არ მოხდება და ეს არ მოხდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული საზოგადოების სიმტკიცის, პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი ნაწილის, ხელისუფლების მათ შორის სიმტკიცის გამო და ჩვენი მეგობრების პოზიციის გამო. ის რაც ისიც ციტირებას თქვენ ახლა მოახდინეთ ნატოში, არის გაგრძელება ამ პოზიციის და ამ პოლიტიკის. სამწუხაროდ თქვენ მართალი ბრძანდებით, ჩვენ არ აქვს ილუზია, რომ ერთ-ერთი მორიგი მოწოდების შემდეგ უბრალოდ ნავსი ავტომატურად გაწყდება და რუსეთის პოზიცია ავტომატურად შეიცვლება. ეს არის გრძელვადიანი დამქანცველი ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლაში ალტერნატივა არ არსებობს ქართული ხალხისთვის, ალტერნატივა ერთადერთი არჩევანი არის ამ ბრძოლის გაგრძელება და ამ ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება მუდმივი მხარდაჭერა, უფრო მეტი მხარდაჭერაც კი შეიძლება ზოგიერთ საზრით ვიდრე დღეს ამას ხედავენ, მაგრამ ნატოს საქართველოს კომისიის შემდეგ გაკეთებული ეს განცხადება, სადაც მრავალ საკითხზეა საუბარი, მათ შორის საქართველოს შიგნით მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ბუხარესტის სამიტის ისტორიული გაწყვეტილების შემდეგ და მინდა შეგახსენოთ, რომ ისტორიული იყო პოლიტიკური განაცხადი და კომიტმენტი, როგორც ეხება საქართველოს და უკრაინა ამასთან ერთად გახდებიან ნატოს წევრი, თუ მათ ამის ნება ექნებათ. ამასთან ერთად ამ სამიტზე არ იქნა მიღებული გაწყვეტილება კონკრეტული მექანიზმის შექმნის თაობაზე, ანუ მაპის თაობაზე. ომის შემდეგ იქნა მიღებული ახალი გაწყვეტილება, რომ ნატო-საქართველოს კომისია იქნებოდა მთავარი, ვთქვათ, მზიდავი ძალა საქართველოს გზაზე ნატოს წევრობისკენ. ჩვენ ვიცით, რომ ის პოლიტიკური ბარიერები, რომელსაც ადგილი ჰქონდა მაშინ ომამდე, დღესაც ბუნებრივია ძალაში უფრო მეტიც ომი იყო გამოვლენება ბარიერის, ანუ რუსეთის პოზიციისა და ეს არის პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემაზე ჩვენი პასუხი არის საქართველოსთან გაგრძელება იმავე კურსის, მტკიცედ და მყარად. და ამ კომისიის ხდომამ და ამ დასკვნებმა დაადასტურა, რომ ჩვენი პოლიტიკური კურსი ცოცხალია, ჩვენი მხარდაჭერა ცოცხალია, გრძელდება და ღრმავდება, ბარიერი გადალახული ჯერჯერობით არ არის. როდესაც ალიანსში გაწევრიანებზე საუბრობდით, თქვენც ახსენეთ და იქ არაერთხელ გაკეთდა განცხადება გენერალური მდივნის მხრიდან, რომ ბუხარესტის სამიტზე მიღებული გაწყვეტილების ერთგული რჩება ალიანსი. ამ კონტექსტში შემდეგ ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაგზავნაზეც. და იგივე ჰილარი კლინტონმა ჩვენ დღეს ნახეთ ქართულ მედიასთან დიდი მადლობა გადაუხადა, ვთქვათ, კიდევ ერთხელ საქართველოს ამ მონაწილეობისათვის და თუ არ ვცდები, საქართველოს ერთადერთი არაწევრი ქვეყანა ან ერთ-ერთი, ეს არ ვიცი, თქვენ გავალდებით აზუსტებას, რომელმაც გაზარდა ეს კონტინგენტი. ერთადერთი არაწევრი ქვეყანა არ? ერთადერთი არაწევრი. ვინც გაზარდა კონტინგენტი. ხო და მე ისევ რუსეთთან მიმართებაში მინდა მაინც გკითხოთ, რომ შესაძლებელია, ვთქვათ, იმის სანაცვლოდ, რომ ვთქვათ, რუსეთი ამ პოლიტიკას ეთანხმება, ხო და სტრატეგიას ვღიათ, ვთქვათ, ავღანეთთან მიმართებაში, ამის სანაცვლოდ, ვთქვათ, იგივე შეერთებულ შტატებს ან ვაშინგტონს მოსკოვა მოთხოვოს რაიმე სანაცვლოდ, ვთქვათ, საქართველოსთან მიმართებაში. არათუ შესაძლებელია ეს ამის და ბევრი სხვა რამის სანაცვლოდ მრავალგზის და საკმაოდ ღიად იქნა მოთხოვნილი ჩვენი მეზობლის და მტრისაგან არ მომერიდება ამ სიტყვის, იმიტომ რომ დღეს რუსეთი არის მტრული სახელმწიფო, ამ ტიპის გარიგება და პროგნოზები, რომელზეც მე ვსაუბრობდი ერთ წლის წინამდე არსებული იყო, სწორედ რომ ასეთი გარიგება შედგება. საბედნიეროდ ასე არ არის, როგორი უკმაყოფილოც არ უნდა იყვნენ კომენტატორების ნაწილი, რომ მეტი ზეწოლა უნდა იყოს რუსეთზე და ჩვენ შეგვიძლია შევუერთდეთ, რომ რიგ საკითხებში გვაქვს ჩვენი პოზიცია, სადაც ვთვლით, რომ მოკავშირეებს უფრო მკვეთრი პოზიცია უნდა გქონდეთ. ასეთი გარიგება არ შედგა და ეს დაფიქსირებულია და ეს არ შეიცვლება. ეს არ ნიშნავს, რომ მოდუნების უფლება გვაქვს, მაგრამ
ყველანაირი პროგნოზით, ყველა სკეპტიკურითაც ეს არ შედგა და ეს არ მოხდება. სხვა შორის ეუთოს შეხვედრა ეუთოს მინისტერიები რომელიც ეძღვნება რუსეთის ეგრეთ წოდებულ წინადადებებს, ეგრეთ წოდებულ ახალ არქიტექტურაზე ევროპაში. და იმისთვის რომ თქვენ როგორც მირჩიეთ ადამიანურ ენაზე ავხსნათ, არსი ამ წინადადებების არის ერთადერთ რამეში, რომ განისაზღვროს ისე კარგად შეფუთულად გავლენის სპეციალური სფეროები. ანუ იქ არის ლაპარაკი, რომ მექანიზმი უნდა იყოს, რომ არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომელიც მეორე სახელმწიფოს წარმოდგენაში უქმნის მის უსაფრთხოებას ზრდის მის საფრთხეს მისი უსაფრთხოებისადმი და ეს ყველაფერი დადის იქამდე, რომ ნატოში გაწევრიანება არ უნდა მოხდეს იმ ქვეყნების, რომელზეც რუსეთს არ უნდა. რომ დათანხმდეს. რეაქცია ყველა მოკავშირეს, მათ შორის იმათი, ვინც რუსეთთან თანამშრომლობის მომხრეა და უფრო ღრმა თანამშრომლობის მომხრეა, არის ცალსახად სკეპტიკური და რუსეთს არ აქვს არანაირი შანსი, რომ ამ კონცეფციის ლეგიტიმაცია მოხდეს. ამიტომ ამ გარიგების საფრთხე არ არსებობს. აქ ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ აი ამ მომენტში, განსაკუთრებით იმ მომენტში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, როდესაც რუსეთს შეზღუდული აქვს პირდაპირ აგრესიის შემდგომი შესაძლებლობები საბედნიეროდ, მაგრამ ამავე დროს ზეწოლა არ არის საკმარისი, რომ ყისიერად ან ძალიან ახლო მომავალში ვაიძულოთ ისინი, რომ უარი თქვან აგრესიულ ნაბიჯებზე, იმაზე, რასაც ჩვენ ყოველდღიურ ხედავთ ჩვენ ქვეყანაში. დაწყებულია ამ სამართლიანი მუტაციებით გაგრძელებული სხვა ტიპის დესტაბილიზაციის და მუქარებით, აი ამ პერიოდში საქართველოს შეინარჩუნოს თავისი სიმტკიცე, თავისი კურსი, ის რაც ეყრდნობა ჩვენ ისტორიულ ის კურსი, რომელიც ეყრდნობა ჩვენ ისტორიულ არჩევანს და გაგრძელოს საკუთარი ქვეყნის მოდერნიზაცია, რეფორმები როგორც ეკონომიკური